გამარჯობა, ეთერშია გადაცემა პრიორიტეტი, მთავარი თემებით, მთავარი სტუმრებით და მთავარი პრიორიტეტებით. მე მაკარაზ მაწე ვარ. აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხარჯები დათვალა, სკანდალური დასკვნა თუ საჭირო ხარჯები. ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ. აუდიტის დასკვნით გაწეულია 3 მილიონამდე წარმომადგენლობითი ხარჯი. შეკვეთილი ვახშმებისა და სტუმრებისთვის მხოლოდ ერთ დღეში ბათუმში 4000 ლარის ხაჭაპური შეიძინეს. აუდიტი შესულია დედაქალაქის მერიაშიც. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გლდანისა და სამგორის გამგეობებში ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობენ. რა ხდება დედაქალაქის მერიაში, სადაც ბოლო სკანდალი გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებს უკავშირდება. ნარმანიას უწყებაში ხელფასები 500 ლარით იზრდება, ოპოზიცია კი პენსიების 50 ლარით გაზრდას იტყობს. რას ფიქრობს ხელისუფლება, რომელსაც პარლამენტის დონეზე პრემიების შესახებ კანონი ჩააგდო? ამ და სხვა თემებზე პასუხს უმრავლესობის დეპუტატისგან გუგული მაღრაძისგან მოვისმენთ. ქალბატონო გუგული, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, მოგესალმებით და გმადლობთ, რომ ბრძანდებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობთ მოწვევისთვის და გისურვებთ წარმატებას, თქვენი ეთერი ახალია და რაც ახალი ტელევიზია შეემატება სატელევიზიო სივრცეს, იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ობიექტური ინფორმაციის მიწოდება იქნება შესაძლებელი ჩვენი მაყურებლისთვის და ეს მოეხმარება ადამიანებს სწორად შეაფასონ მოვლენები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ძალიან დიდი მადლობა მილოცვისთვის, თუმცა ჩვენ მაინც მოგვიწევს აუცილებლად მწვავე საუბრები და არა ერთხელ და იმედი მაქვს, რომ ხშირად მობრძანდება ხოლმე ხელისუფლება ჩვენს სტუდიაში. თავარია, რომ ობიექტური იყოს კრიტიკა და არ იყოს, ასე ვთქვათ, წინასწარვე რაღაც მიმართულების მქონე და იყოს ღია და გახსნილი და ასე დროს ისიც უნდა ვთქვათ რა არის ნაკლოვანება, ისიც უნდა ვთქვათ რატოა ეს და შეგვეძლო გამოგვესწორებია თუ არ შეგვეძლო. არის რაღაცები, რომ თავს ვერ გადაახტები, ვთქვათ შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ თუ შესაძლებელი იყო და ვერ გავაკეთეთ, ამის ახსნა მოუწევს ხელისუფლებას. მოდით ვთქვათ, ქალბატონო გუგული, 600.000-მდე სოციალურად დაუცველი ყავს ქვეყანაში. სამწუხაროდ ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება მოვიდა, რაღაც ძალიან დიდი პირობები თითქოს და საზოგადოების ცხოვრება სოციალურად უნდა გაუმჯობესებულიყო. მაგრამ სამწუხაროდ მოხდა პირიქით. 160 ლარი არის თქვენ 10 ლარი მოუმატეთ მხოლოდ პენსიონერებს. 160 ლარი არის 100 ლარი იყო ჩვენ მოსვლამდე პენსია. 60 ლარი არის მომატებული. თუმცა ეხლა ჩავარდა ეს კანონი, სადაც ოპოზიცია ითხოვს, რომ 50 ლარით მოიმატოს კვლავ პენსია, მაგრამ ამის შესახებ კანონი ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩავარდნილია. ამავე დროს პარალელურად, აი დღეს მთელი ამბავი არის მერიაში და საკრებულოში, რადგან 500 ლარით გაზრდაზე არის საუბარი ხელფასების. რა სიტყვით ამის შესახებ თქვენი დანაპირები ეს იყო, ქალბატონო გუგული? უპირველეს ყოვლისა მე მოდით სანამ დავიწყებთ საუბარს, მე ბოდიშს მოგიხდით. მოდით მე ვთხოვ ჩვენს სააპარატოს და მოусმინოთ სინქრონებს. საზოგადოება რას ფიქრობს ამ თემასთან დაკავშირებით და მე ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე ადამიანი შემდეგ მინდოდა, მაგრამ მე მგონი ჯობს სანამ თქვენ საუბარს დაიწყებთ, მანამ მოусმინოთ ერთად. თქვენი გადაწყვეტია. პრემიები ჩვენ დაგვირიგონ, ხო? პენსიები რომ მოგწეს 10 ლარი, მათხოვრები ვართ, მათხოვრები, მშივრები ვართ. არსად არ არის მუშაობა, რა უნდა ვქნათ? ნაციონალები წავიდნენ უკვე, დავანებოთ თავი წარსულს, ვიფიქროთ მომავალზე. აწყმოში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ხალხი. ვალს ვერ ვიხდი, მშიერი ვკვდები. ეგთანი ხალი აი აქ ვდგევარ. 10 ლარით რო გაიზარდა, 10 ლარით იცხოვროს პარლამენტმა. მე მთავრობის გარეშე ვცხოვრობ. საქართველოს პატრონი არ გააჩნია. ვინ მოვიდნენ მათხოვრები. არა, ნაციონალური მოვალეც მათხოვრები. არც ერთი არ უკნიაღდნენ. 10 ლარი წაიღონ და იქ პარლამენტში დაურიგონ ხალხსა. რომ მოძრაობამ დაიწყოთ, ესენი აგრძელებენ და იმათი პოლიტიკის შედეგია ეს, როგორც ვართ დღეს. სააკაშვილის დროს ხო თავზე გადაგვდიოდა და ამათი 10 ლარი კიდე ხო სულ გადაგვივა თავზე. შეიძლება უკეთესობა ბევრი არ არის, მაგრამ სახელმწიფო რეკეტი არ არის. მიშამ გაატყავა ხალხი და ნაცბანდა. თქვენ ვერ გძნობთ უკეთესად თუ არ ქუჩაში ხალხს კლავენ? ქონებას არ თვევენ ვინმეს? არაფერი არ შეცვლა, მაშინაც ასე ვიყავ ქუჩაში და ახლაც ასევა. 10,000-ს იმატებენ და ჩვენ რაღაც მათხოვრულ 10 ლარს გადმოგვიგდებენ და უნდა ქვეყანა შეყარონ რომ დიდი საქმე. ქალბატონო გუგული, ჩვენ მოვისმინეთ ერთად ის კომენტარები, რაც უბრალო ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთ ყოფასთან დაკავშირებით უფრო. რას უპასუხებთ ამ ადამიანებს თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი ბრძანდებით? ხელისუფლებას აქვს, ასე ვთქვათ, ის რაღაც საზღვრები არსებობს, იგივე
ფინანსური, იგივე შემოსავლები რა და სხვა, ამის მიხედვით რა შესაძლებლობა აქვს, რის შესაძლებლობები არ აქვს. როდესაც ჩვენც ოპოზიციაში ვიყავით, ოპოზიციიდან გაცილებით უფრო ადვილია კრიტიკა, იმიტომ რომ ოპოზიციას ის პასუხისმგებლობა რომ მართოს ქვეყანა არ აქვს. ოპოზიციას კარგ შემთხვევაში აქვს იმისი პასუხისმგებლობა, რომ თუ რამე კონსტრუქციულ სიტყვის, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს ქვეყნის მართვისთვის. კარგი ოპოზიცია ამას ქვია და ოპოზიცია, რომელიც არის მხოლოდ კრიტიკული, ის ამახვილებს ყურადღებაზე იმაზე, რაც თვითონაც კარგად იცის, რომ შეუძლებელია რომ განხორციელდეს ხშირად. თუმცა ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ ისა თუ ის საკითხი გადაწყვეტოს. კი, არა, ნუ გადაწყვეტოს თუ არა, ყოველ შემთხვევაში განიხილოს. უნდა დაეხმაროს, მაგრამ უნდა დაეხმაროს, მაგრამ მათი მიერ წამოყენებული საკითხებიც უნდა იყოს, ახლა კონსტრუქცია ისეთი უნდა იყოს, რომელიც შეიძლება განსხვავებულია, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იყოს. ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, ეხლა რომ 500 ლარი ქონდეს პენსია ადამიანებს, 1000 ლარი ქონდეს პენსია ადამიანებს. ხელისუფლებას ყოველთვის უხარია, თუ კი მოსახლეობა კმაყოფილია, იმიტომ რომ მოსახლეობის კმაყოფილება არის იმისი დიდი გარანტია, რომ დიდხან შეიძლება დარჩე ხელისუფლებაში. და ამ მიმართულებით რაიმე თუ მოახერხა თქვენმა ხელისუფლებამ თუ გადაწყვეტა აქ ესეთი გზა, ან უნდა დააკმაყოფილოს რაც შეიძლება მეტად ადამიანის მოთხოვნილებები და ამის ხარჯზე მოვიდეს ხელისუფლებაში, ან ის გზა რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ იყოს ხალხი იმდენად დაშინებული, რომ უჭირდეს, ძალიან ცუდად იყოს, მაგრამ ხმას ვერ იღებდეს, ხო? ხა ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ხალხისთვის და მივცეთ ხალხ თავისუფლად თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და არც ერთი ადამიანი, რომელიც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს, რაც არ უნდა მწვავეთ და შეიძლება არ მხოლოდ აკრიტიკებს, შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც მიმართავს და ასე შემდეგ, მე არ არსებობს, რომ ასეთი ადამიანის მიმართ ვინმეს აზრი გაუჩნდეს, რომ ეს ადამიანი თქვა გააჩუმონ, ხო? ქალბატონო გუგული, თუმცა თქვენ მხარდამჭერებს კარგავთ ამასობაში. მაგრამ ეხლა ამ მხრივ მეცხადია, ასე იგი, შესაძლებლობების ფარგლებში, აი შეუძლია და აკეთებს თუ არ აკეთებს. ეხლა როცა ადამიანები ამბობენ, რომ მე აი ასე ვიყავი და ასე ვარ, ესე იგი, ეს სიღარიბის ამბავი ჩვენი მოტანილი არ არის, წლების მანძილზე დაგროვილია საქართველოს ამ 25 წლის განმავლობაში, იმის გამო, რომ ეხლა აღარ მინდა მე წიახსვლა ისტორიული, რომ მეოთხე საოცარი წელი მოდის. არა, იმის გამო, რომ 100 ადვილი არ არის ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევა, ქვეყანაში კარგი ცხოვრების მოდით რო გადავხედოთ. თუმცა საზოგადოება ამბობს, რომ უარესად არიან. აი ეს არის შეკითხვის არსი. უარესად ნამდვილად არ არიან და გეტყვით. ჯერ ერთი რაღაცა ეხა მოდი რა გადავხედოთ, იმიტომ კი არა რომ ჩვენ თავს ვიმართლებთ. სოფლიოში სულ არის დასავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ზელანდია, სადაც ნუ იაპონია ცოტა, სადაც ადამიანები შედარებით კარგად ცხოვრობენ. სხვაგან ყველგან პრობლემაა და ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ არ არის ესეთი მდიდარი ქვეყანა, რაიმეთი, ვთქვათ, იქეთ რესურსები, ბუნებრივი რესურსები, არც ნავთობი გვაქვს, არც სხვა და სხვა. ამიტომ ჩვენი ქვეყნის გამოსავალი არის, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ეგრეთ წოდებული განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც ჩქარა არ მოაქვს. ეს რაღაც ძალიან დიდი ფუფუნებაა, ქალბატონო გუგული. მანამდე ლარი გაგვექცა. ლარს რა უყოთ? სწორედ იმიტომ რატომ დაემართა ეს ამ ხელისუფლებას? დაემართა ეს ფუნებრივი პროცესი იყო, სხვათა შორის. ლარს შენ ვერ გავეშია. წინა ხელისუფლებას რატომ არ დაემართა? მაშინ არ იყო ესეთი სიტუაცია საერთოდ. ეხლა ფაქტიურად მთელ სოფლიოში ამერიკის და ჩინეთის გარდა კრიზისი აქვს ყველას ეკონომიური და ეს ეკონომიური კრიზისი ჩვენ ხო კუნძულზე არ ვცხოვრობთ. ეს ეკონომიური კრიზისი ჩვენზეც გავლენას ახდენს. მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლება სხვათა შორის რომ შეუმსუბუქოთ დატყვევი მოსახლეობას. ეხლა ბევრი ამბობს ჯანდაცვის პროგრამა, ხო, მე რა მოხდა? როგორ რა მოხდა ხალხო, მე-13 ხელისუფლებას, მე-13 ბიუჯეტისა მიდის ჯანდაცვაზე და სულ არ არის ადვილი, რომ ადამიანს, რომელსაც ჭირდება 10000, 15000, 20000, 30000 დაუფინანსოთ, ერთი შემთხვევა მითხრან გარდა გამონაკლისებისა, როდესაც ვინმე ახერხებდა, რომ ხელისუფლება მას უფინანსებდა რაღაცას. ეს ხო ხარჯია, ეს ხო მოაკლდა. აი წარმოედგინე ჩვენ რო ეს ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისი გამოიწვია ჯანდაცვის პროგრამაში გადატყორს გარკვეული თანხები. ეროვნული ბანკის როლზე რა სიტყვით ამ? საერთოდ კრიზისია, მაგრამ მე რას გეუბნებით, იცი რომ ჩვენ რო ამას არ დავხარჯა ჯანმრთელობაზე, ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი მაშინ. მაგრამ არჩევანია, რაჯობია მოვუმატოთ 50 ლარი ყველას, ვისაც ჭირდება და არ ჭირდება, თუ გავაკეთოთ ჯანდაცვა ისეთი, რომ ყველა ადამიანს კონდეს გარანტირებულად, რომ ის არ მოკვდება ისეთი დაავადებისგან, რომელიც იკურნება. თუმცა მე მგონი ძალიან პრინციპული არის პენსიონერს მოუმატო პენსია. პენსიონერთან აქ არის სხვადასხვა მიზანი. ჯანდაცვაც მესმის, მაგრამ ანუ არჩევანია ეს ჯანდაცვა. 700.000 პენსიონერი ყავს ჩვენ, ხო? აი წარმოედგინეთ 10 ლარიო ვიღაცა ამბობდა რა არის 10 ლარი. შეიძლება ერთი კაცისთვის არ არის, მაგრამ 700.000 რო გაამრავლებ 10 ლარს, საკმაოდ დიდი ხარჯი მიდის ხელისუფლებიდან, თორე ახლა თქვენ ვინმეს მაგალითად ეჭვიეპარება იმაში, რომ მე მინდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის, რომ ხალხი ჩემს ირგვლივ ბედნიერი იყოს და კმაყოფილი იყოს, ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება რა შეეძლო და არ გააკეთა. გავთვალოთ, შეეძლო მოემატებია, ვთქვათ 100 ლარი იმისთვის,
პენსიისთვის, მაშინ მე მაგალითად შეიძლება ვიფიქროთ, რომ სხვა მიდგომა უნდა იყოს. მაშინ დიფერენცირებული საპენსიო სისტემა გავაკეთოთ, რომ ვიღაცას მოემატოს, მაშინ გავაკეთოთ სტაჟის მიხედვით, გავაკეთოთ დაგროვებითი, ანუ სწორად ვერ გადაანაწილა ხელისუფლება მეს თანხებს. 10 ლარი, აი გულწრფელად, თქვენ რომ მოგიმატონ 10 ლარი. თქვენ ეს რამეს მოგი. რატომ არა თქვენ? საქმე რაშია, იცით საქმე? არსებობს ესეთი აი საკუთარ თავზე ალბათ უნდა გადმოვიტანოთ ხოლმე და როგორ არსებობს რაღაცა საწყისი ვის რა აქ, ხო? ეხლა ჩემთვის 10 ლარი არაფერი არ არის, მაგრამ ადამიანი რომელიც ითვლის ყოველ მანეთს 10 ლარი არის 10 ცალი პური. 10 ლარი არის 4 ბოთლი ზეთი, რომელიც მას მთელი თვეს ხო და რატომ უნდა იყოს ისე რომ ჩვენთვის დაუშვათ ვიღაცის არაფერს არ ნიშნავდეს და იმისთვის სხვა სისტემა გვინდა, მაშინ ხო და რა ამაშია საქმე? ამ სისტემაზე გადასვლა უცებ არ ხდება. ამ სისტემას პარალელურად უნდა უმუშევრობა. რა სისტემას გულისხმობ? აი ვამბობთ დიფერენცირებული საპენსიო სისტემა. ამას ჭირდება სხვა მიდგომები უკვე, ჭირდება სამუშაო ადგილები მეტი. ეხლა ხო ეს პენსია მათი მუშაობის, ასე ვთქვათ, ეს კი არ არის მუშაობისთვის კი არ არის, მეცემ როგორც სოციალური დახმარება ისეთია. მოხუცი ადამიანი, როცა ადამიანი რაღაცას ასაკს მიაღწევს, ყველას ენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია, ღარიბია, ჭირდება, არ ჭირდება, მაშინ სხვა მიდგომები უნდა გქონდეს. დიდი მადლობა, თუმცა უნდა დრო და ამ მიდგომებს უნდა გარკვეული დოვლათის დაგროვება ქვეყანაში. თუმცა გარდა პენსიონერებისა, ახალგაზრდა ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, რომლებმაც ვერ იპოვეს სამუშაო. არ არის სამუშაო, არ მოიმატა სამუშაო თქვენი ხელისუფლების პირობებში. 3 წელი გავიდა, ქალბატონო გუგული. ძალიან ცოტაღა დარჩა მომავალ არჩევნებამდე. სამუშაო საზოგადოებას არ აქვს, ახალგაზრდებს არ აქვს. სამუშაო ადგილების შექმნა პირდაპირ ხელისუფლების საქმე არ არის. არც ერთ ნორმალურ ფონის შექმნა ხომ არის ხელისუფლების საქმე არის გააკეთოს ისეთი ხელისშეწყობა ბიზნესისთვის, რომ ის დაინტერესებული იქნა შექმნა სამუშაო ადგილები. და მეორე მხრივ ხელისუფლებას ამ დროს პირდაპირ ხარდაჭერასაც აკეთებს. ეხლა უბრალოდ საქართველოს მოსახლეობის რაღაცა ნაწილმა ჯერ კიდე ალღო ვერ აუღო ალბათ ამას. აი, სულ ახლახან ადრეც მივიღეთ ჩვენ კოოპერატივის შესახებ კანონი და ეხლაც მივიღეთ შესწორებები ამაში. სოფლის 3 მოქალაქე, 3 გლეხი. ერთხელ მახსოვს მე გრიგორიასთან თქვი რომ პროექტი და პროექტის კი არა რაღაცას აი ეს მინდოდა შემეხსენებინა თქვენთვის სწორედ. მრავალგვერდიანი კი არ არის, 3 გლეხი, რომელიც მეზობლები არიან და საერთო მიწა აქვთ. თუ გაერთიანდებიან და მივლენ და დაწერენ ესე რომ გვაქვს ამდენი ჰექტარი მიწა. მაგას კოლექტივი ერქვა ადრემოს. არა, კოლექტივი ეს იძულებითი იყო და ყველა უნდა ყოფილიყო იქ. აქ არის უბრალოდ ჩვენ იმის გამო რომ ყველა სამივეს გვინდა ვაწარმოოთ, მაგალითად ეხლა მე ახლახან ვიყავი სოფელ ალვანში, იქ 16-მა ქალმა შექმნა კოოპერატივი, აკეთებენ ჩურჩხელას ძალიან მაღალი დონისა. ესე იგი ეყიდებათ მომენტალურად, აქვთ უკვე უცხოეთიდან და თქვენ ფიქრობთ რომ სხვებსაც შეუძლიათ ეს გააკეთონ, ესეთი ფონი არის ქვეყანაში. ყველას ეს არ შეუძლია, მაგრამ აბა რატომ მივიღეთ ეს კოოპერატივის კანონი, რომელშიაც თავიდან იყო ესე რომ 5000-დან 15000 ლარამდე საჩუქრად ეძლეოდა კოოპერატივის წევრებს და ეხლა უფრო მაღალი გრანტებია, მაგრამ მიეცემათ უკვე ტექნიკისთვის. ეს ამ ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთი მაგალითი არის, რაც თქვენ ეს ერთი მე რაც ვიცი, თორე ძალიან ბევრია, შეიქმნა დაახლოებით 40 და სად არიან ეს ძალიან? ეს ხალხი მუშაობს სოფელში და აღარტირის უკვე და შემოსავალია. ქალბატონო გუგული, უნდა შეგახსენოთ, აი თქვენ თვითონ რადგან ახსენეთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, სკანდალური განცხადება იყო ფაქტიურად თქვენი, რომ თქვი რომ მაღალი რანგის კვალიფიციურ ადამიანს, რომელსაც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება ევალება და რომელიც არის მაღალი პროფესიონალი და საჭირო, მას უნდა ქონდეს ისეთი ხელფასი საჯარო სამსახურში, რომ თვალი არ ეჭიროს, როდის წავა კერძო სამსახურში. იმიტომ რომ თუ კი ყველა მაღალკვალიფიციური ადამიანი წავიდა საჯარო სამსახურიდან, სადაც ხდება თქვენთვის და ჩვენთვის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება და იქ დარჩა ადამიანები, რომლებიც არ არიან პროფესიონალები, ან დაბალი რანგის პროფესიონალები არიან და ისინი ვერასდროს ვერ გაანალიზებენ სიტუაციას და ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში კნინდება და კნინდება უარესი და უარესი გადაწყვეტილება. სხვათა შორის ამაზე მე მინდა ერთი მაგალითი ერთხელ ერთმა ესეთი გვერდზე გადავხო. ერთმა ჩემმა ახლობელმა თქვა რომ ამ ამერიკელებს რო უყურებო ერთ-ერთსეო ნამდვილად ამჯობიან ჭუით გონებით და სხვა და როგორ აქვთ ეგეთი წარმატებაო. წარმატება როგორ არიცით? აი ამ ჯგუფში გადაწყვეტილების მიმღები ლიდერია, რომელიც ყველაზე მაგარია ამ ჯგუფში. ესე იგი ეს დაწესებულება თუ საწარმოა თუ სხვა, ესე იგი ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ის თავისი კვალიფიკაციით, ცოდნით აღემატება დანარჩენებს და მისი მიღებული გადაწყვეტილება არის ყველაზე საუკეთესო მოცემულ პისტოლეტი. ქალბატონო გუგული, საქართველო არის ქვეყანა, სადაც უკვე ბოდიჩს ვიხდი, მაგრამ ანეკდოტად დადის, რომ ტაქსისტებს თითოეულს 2 და 3 დიპლომი აქვთ. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ამაზე
მაღაზია სწორედ. ანუ სპეციალისტები, რომლებზეც ჩვენ ამ წუთას ვლაპარაკობთ, არიან ძალიან ბევრნი. მე ვიცნობ ძალიან კარგი მაგალითად ვის? კარგ სახელები და კვირები. არა. აი ხა მაგალითად სხვადასხვა დარგში და ისინი ზიანს სახლში. იმიტომ რომ მათ არ აქვთ აი რაღაც სხვა უნარი ალბათ, რომელიც უნდა გაიტანონ თავი რაღაც სხვა ჩაწიონ და თვითონ წინ წავიდნენ თუ არ ვიცი. ჩვენ როცა ვთქვი რომ საბჭოთა კავშირი არ გვინდა და ჩვენ როცა ვთქვით რომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა გვინდა, მაშინ უკვე განვაცხადეთ ჩვენი თანხმობა იმაზე, რომ კონკურენციის საფუძველზე უნდა მიგვეღო ჩვენი ადგილი, ხო? როდესაც ლაპარაკია, აი მაგალითად მე ადამიანი ამბობს რომ მე მაგ განათლება და სხვა საბაზრო ეკონომიკა შეესაბამება ბაზარზე არის მოთხოვნა შესპეციალობაზე თუ არ არის მოთხოვნა. შეიძლება მე ვიყო ძალიან მაღალი რანგის მუსიკა ვცოდნე, მაგრამ სად უნდა დავსაქმდე, ხო? ის დრო აღარ არის, როდესაც მსახიობებს, მუსიკოსებს იმას პირდაპირ პენსიასავით ხელფასი ეძლეოდათ ყოველ თვეში. მაგის შესაძლებლობა საქართველოსთან და პატარა ქვეყანას კი არა, საბჭოთა კავშირი იყო ერთადერთი, რომელიც ლივს ახერხებდა და ისიც ნახეთ როგორი იყო ხელფასი იყო იმდენი, რომ არც მოკვდებოდი და არც მორჩებოდი, ასე ვთქვათ, ხო, რაღაცა ისეთი ძალიან ლიმიტირებული. დღეს არის ესე, თუ შენ ისეთი კვალიფიკაცია, რომელსაც ბაზარი მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში დამერწმუნეთ, სამსახურის შევნა შეგიძლია, ცხადია თუ შეგიძლია აჩვენო იმ ადამიანს, რომ შენი ცოდნა გაქვს, ხო? მაგრამ თუ კი შეიძლება ადამიანს კონდეს, აი ხლა ამის წინ ერთ-ერთი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ორი ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, ხო? რა ესე იგი, ისტორიკოსი ვარ და ხელოვნებას ვცოდნე და თან ესე იგი რამდენიმე ლექსების კრებული მაქვს და აბა დამასაქმეთ, კი ბატონო, მე 1000 ლარზე თანახმა ვარ. მე ვუთხარ, რომ ერთადერთი შესაძლებლობა თქვენი არის სკოლაში თუ წახვალთ ასწავლეთ, იმიტომ რომ სხვა მე არ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ბაზარზე, მაგრამ ელექტროინჟინერი, რომელიც ჭირდებოდათ გარდაბნის ხელში, ვერ იშოვეს ჩამოიყვანეს თურქეთიდან. მშენებელი ინჟინერი, რომელმაც იცის აი რაღაცა ქვაბუ რაღაცები, აი გვირაბები რაღაცები, არ გვყავს, ხო? გეოდეზისტები მაგრამ უბრალოდ იმდენი ხანია სახლში ზის ეს ხალხი, რომ არც იცით ყავს თუ არ ყავს. მაშინ ეხლა მაგ უკვე ჩვენ სახლში ვერ შევუვარდებით და ვერ გამოვიყვან. თვითონ უნდა იყოს აქტიური ადამიანი. სამუშაო ადგილები რო შეიქმნას ეს ხალხი თვითონ გამოვა და იმუშავა. არის მაგალითად სამსახური. აი ხა მე მაგალითად მქონდა ეხლა გამოცხადებული ასოცირებული პროფესორის ადგილი უნივერსიტეტში. კონფლიქტების ანალიზი და მართვის სფეროში, ხო? არავინ არ შემოიტანა. წარმოგიდგენიათ? ესე იგი შეიძლება დააფრთხო მან ყოფლის ანალიზი და მარტო რომ თვითონ ამაში თუ არა აქვს ხარისხი, მაგრამ ხო უნდა შეიძლება მოსულიყო და ქონოდათ პოლიტოლოგიური მეცნიერებები. შეიძლება ინფორმაციაც არ აქვს ადამიანებს ძალიან. ვერგზია, მაგრამ რა ვქნათ, უკვე უნდა შევიდეს, როცა ეძებს, ხო იცით ქართული სიტყვა, ვინც ეძებს ის ნახულობს, ხო? უნდა შეხვიდენ, ნახო. ჩემი სტუდენტები არიან 4-5 თვე ეძებენ სამსახურს, მაგრამ ბოლოს შეულობენ. არ ვიცი. ახლა ეს მე ძალიან ცოტას ვიცნობ ვინ შეულობს. მოდით ერთი რაღაცა არის ცხადია, შეიძლება ძალიან განათლებული ადამიანი შეიძლება, მაგრამ ეხლა იმ დღეს ცოტა ისეთი მეუეხლა სად შემიძლია, იმიტომ 44 წლის ადამიანმა ახალი პროფესია შევიძინა. როგორ არა? 44-ის კი არა, 50 წლის ადამიანები. და ძველ პროფესიაში იქნებ კარგია ის ადამიანი და იმაში გამოიყენოს. ერთადერთი არ უნდა იყოს, აი რასაც თქვენ ნეპოტიზმს უწოდეთ და არ უნდა იყოს აი კონკურსის გარეშე ადამიანის მისვლა. და კონკურსი უნდა იყოს ღია, რომ აი დაინახოს ყველა. მე ხა ჩვენ არ რეალურია ეს კონკურსები თქვენ როგორ ფიქრობთ? მე რაღაცა არ უყურებ სერიოზულად ამ კონკურსებს მოდიშონდა გასაუბრება და იყო ესე იგი რამდენიმე ადამიანი, ხო? ეხ სიმართლე გითხრათ, ერთი იყო ძალიან ახლობელი ადამიანი, მაგრამ იმ დანარჩენების ფონზე იმდენად სუსტი გამოჩნდა, ცუდი კი არ იყო, მაგრამ ის დანარჩენი იყო ძალიან მაგარი. ვერაფრით ვერ იზამ, როცა ზის კომისია 6 კაციანი, რომ შენ თქვა, რომ მე ამას დაუჭერ მხარს, რომელიც ხედავს ყველა რომ არ არის კარგი და არ დაუჭერ ამას და ამას მხარს. ამიტომ ესე იგი სამუშაო ადგილები ძნელია, არ არის, ცოტა ისეთი საშუალო კვალიფიკაციის ადამიანისთვის ნამდვილად ძნელია სამსახურის შევნა, მაგრამ თქვენ ხო მუშაობთ, ხო მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები. ხო, მაგრამ ხო გამოჩნდა შესაძლებლობა, ხო? გამოჩნდა. ესია, ესე იგი, აი, ხლა ცხადია სამუშაო ადგილები არის ძალიან ცოტა, მთელ მსოფლიოშია უმუშევრობა და ჩვენთანაც არის უმუშევრობა. იმიტომ რომ ბიზნესმა უნდა დაიწყოს ეგ ამბავი, ხო? ბიზნესმა უნდა ჩადოს. თუმცა ეს მაინც შემთხვევითობაზე არ უნდა იყოს ალბათ. საქართველოს რაღაცა მეტი რა ქნა სახელმწიფო გეუბნება რომ 40% არიან თუ არა კვალიფიციური აი თუნდაც უმრავლესობის დეპუტატები არიან თუ არა კვალიფიციური ჩვენ ვეძებთ სხვებთან კვალიფიკაციას აუცილებელია რომ სპეციალისტი იყოს ადამიანი მაგრამ აი თუნდაც ბატონი გოგი თოფაძე თქვენი კოლეგა ღიათ აცხადებს რომ აღარ შეიძლება იყვნენ მსახიობები და სპორტსმენები ეგ ჩვენი სხვათა შორის ეგ არის სხვა რაღაცა საჯარო სამსახური და ბიზნესი ეს არის სადაც მე ვარჩევ კვალიფიციურ ადამიანს და პარლამენტი
პარლამენტია ადგილი, სადაც ხალხი ირჩევს ვიღაცას და პარლამენტის თავმჯდომარე ითხოვდა სხვათა ეს კი, მაგრამ თუ ადამიანი არის, მაგალითად აგერ არის წარდგენილი, ერთი იურისტია, ასარჩევად, მეორე მსახიობია. აღმოჩნდა, რომ ხალხმა აირჩია მსახიობი, ჩვენ რა ვქნათ? არჩევნები. ხალხმა სიას მისცა და ერთ კაცს მისცა. არა, მე მარტო სიაზე არა, სხვათა შორის ის ადამიანები, რომელზეც ლაპარაკია, ძირითადად მაჟორიტარები არიან. აი ესეთი მსახიობები და სხვა არიან ძირითადად მაჟორიტარები. ქართული ოცნების სახელით, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო სიის სათავეში. ხალხმა ხო მისცა, ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს ხალხმა და არა მსახიობებს და მაგრამ ეხლა არჩევის დროს ჩვენ ვერასდროს ვერ ეგ სხვა არის რომ შეიძლება მე ბევრი წავაყენო წამოვაყენო ჩვენ კვალიფიკაციაზე ვლაპარაკობდი და მე ამიტომ გისვამთ ამ შეკითხვას. ხო იცით რომ 2012 წლის არჩევნები არის კითხვა მაინც ხომ იცოდეს ადამიანმა როცა პარლამენტში 2012 აი 2016 წელს ჩვენ გვაქვს მაგის ფუფუნება და მე ვფიქრობ რომ ამ 8 თვეში ჩვენ მოვახერხებთ მაგას მთელი ჩვენ ვინ მთელი ქვეყანა მოვახერხებთ იმას რომ წყნარად და მშვიდად მივალთ არჩევნებამდე არ იქნება იმისი საშიშროება რომ ვიღაცას დაიჭერენ ვიღაცას ქვები ჩაქოლავენ და სხვა და ამ დროს უკვე წარმოადგენთ იმ ადამიანებს რომლებიც კვალიფიცირებული არიან 2012 წელს ჩვენ გვინდოდა ადამიანი რომელიც გაუძლებდა ზეწოლას ნაციონალური მხედრად 2016 წელს გაქვთ თუ არა იმედი რომ ისე იქნებოდა პარლამენტში დაიჭერენ შვილს დაიჭერენ და ასე შემდეგ და ამიტომ აღარ გქონდა უკვე ჩვენ არჩევის შესაძლებლობა რომ მანდა მაინც პროფესიონალი მოგვეყვანა ჩვენ და მოყვანა ადამიანი რომელიც გაუძლებდა ამ ზეწოლას 2016 წელს ჩვენ ვარაუდობთ რომ იქნება გაცილებით უფრო მშვიდი არჩევნები პირადად თქვენ იქნებით თუ არა სიაში არ გააჩნია დაჯდება ესე იგი დავჯდებით და გადავწყვიტათ ვინ არის საჭირო ვინ არ არის საჭირო თუ ვიღაცა გამოჩნდება რომელიც ჩემზე უფრო საჭიროა ჩემზე უფრო კვალიფიცირებულია ქართული ოცნება არის თუ არა კმაყოფილი დეპუტატ გუგული მაღრაძის მუშაობით მე მგონი უნდა იყოს იმიტომ რომ დეპუტატი გუგული მაღრაძე ძალიან სერიოზულად მუშაობს ყველა სფეროში რაც მას ეხება თუმცა ქალბატონი ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ვერ მოხვდა პარლამენტში შუალედურ არჩევნებზე და ის ამას აპროტესტებს ჩვენ ეხლა გვაქვს საშუალება მას ვიღაცა აგებს ვიღაცა იგებს ჩვენ ეხლა გვაქვს საშუალება თქვენ როგორ გონიათ წააგო ირმა ინაშვილმა ეს საქმე ეხლა რაც სწორედ ამის გამო შემშილობს პატრიოტთა ალიანსი უკვე მე-10 დღეა საქმე რაშია ესე იგი მე ძალიან პატივსცემ და ვიცნობ ქალბატონ ირმას და ძალიან შემტევი და ძალიან ისეთი მებრძოლი ადამიანია და პოპულარულიც მაგრამ ამ არჩევნების დროს ეს მარტო ინდივიდების არჩევანი არ არის ხოლმე არის არჩევანი იმ პოლიტიკური ორგანიზაციას რომელიც მას წარადგენს და რომელიც მასთან ერთად მუშაობს პატრიოტთა ალიანსი შედარებით ახალია მაგრამ მუშაობს ყავს თავისი მომხრები და 44% მიიღო, ხო? და 59 მიიღო ჩვენ. ეს არავინ იცის, რადგან სწორედ ამას აპროტესტებს ქალბატონი ირმა ინაშვილი. ხო, მაგრამ ეხლა მე მესმის და მე შეიძლება კიდეც მინდა ქალბატონ ირმას მიუმართო, რომ აი ჩვენ როგორღაც გამოვედით თითქოს იმ სწორზე, რომ აღარ გვჭირდება იმ წარსულში დაბრუნება, სადაც ყველაფერი წყდებოდა ამ შიმშილობებით, ეგეთ რაღაცებით. ეს მაინც იცით, რაღაცნაირად მე არ მინდა, რომ დაუბრუნდეთ იმ წარსულში, საიდანაც გამოვედით და გამოვიყენოთ ის ცივილური გზები რომელიც შეიძლება და არსებობს იმისთვის რომ ადამიანება დაამტკიცოს თავისი მოწმობა. ქალბატონი ირმა ინაშვილი არის სწორედ ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მე-10 დღეა უკვე სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობს 4 მოშიმშილე მათ შორის ადამ მარშანია და ემზარ კვეციანი დღეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოთხოვნები არის უცვლელი, შიმშილობა არ წყდება. ირმა ინაშვილი საარჩევნო კოდექსის შეცვლას ითხოვს. საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პირდაპირ ჩართვით. გამარჯობათ. მოგესალმებით ირმა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. აი ესეთ მდგომარეობაში მე-10 დღე არის უკვე ქალბატონი გუგული მაღრაძე არის ახლა ჩვენთან სტუდიაში და იგი ამბობს რომ თქვენ არჩევნები წააგეთ. ასე არის თუ არა? მე არ ვიცი ის რაც მონაცემებია იმის მიხედვით მოგესალმებით მაკა მოგესალმებით ვისმენდი მე ქალბატონი გუგულის საუბარს მეც ვაფიქსირებ რომ ქალბატონ გუგულის პატივსცემ რა თქმა უნდა მაგრამ ის რასაც ახლა ვიტყვი ამ პატივისცემას ნამდვილად არ ეხება ჯერ ერთი შიმშილობის ფორმა ცივილიზებული ფორმაა, ასე რომ არ ყოფილიყო, შიმშილობას არ მიმართავდა არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი. სოფლიო პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ, სოფლიო დონის პოლიტიკოსებზე. თუმცა ქართველ პოლიტიკოსთა 80 ნაწილსაც არაერთხელ მიუმართავ შიმშილობისთვის, როგორც უკიდურესი ფორმისთვის. მე კარგად მახსოვს სააკაშვილის რეჟიმის დროს, სწორედ იმ საკითხებზე მიმართა შიმშილობას ოპოზიციამ.
და ბურჯანაძის კაბინეტში ისხდნენ გახსოვთ და პლედები რო არ მიუტანეს მთელი ამბავი. მე მინდა შეგახსენოთ გუშინ ჩვენს გადაცემაში ზუსტად იგივე ბრძანა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ. მან თქვა რომ მე უკვე აღარ არის ამ შიმშილობების დრო და მე საერთოდ სერიოზულად არ უყურებო ამ აქციას. მსგავს აქციას. მაკა ძალიან დიდი ბოდიში მე ის კი არ მაინტერესებს ქალბატონმა ბურჯანაძემ რა თქვა. მე მინდა ის გითხრათ მე რასაც ვფიქრობ. მაშინ ოპოზიცია იგივე მოთხოვნებს აყენებდა, რომ ცვლილებები მომხდარიყო საარჩევნო კოდექსში. თუ ქალბატონ გუგულის ან ქართული ოცნების სხვა დეპუტატებს გონიათ, რომ ეს არაცივილიზებული ფორმა, მაშინ ცივილიზებული ფორმა შემომთავაზეთ ქალბატონო გუგული და პირიქით მე გთავაზობთ ცივილიზებულ ფორმას, ჩვენ ვაყენებთ აბსოლუტურად ლეგიტიმურ მოთხოვნებს, საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს. ეს არის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნაც, ჩვენი მოთხოვნაც, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება ამ მოთხოვნას და თავარი უმთავრესი ერთ-ერთი რაც არის საკითხი, რასაც ჩვენ ვაყენებთ, ეს არის რომ სახელმწიფო მოხელეებს, მერებს, გამგებლებს, სოფლის რწმუნებულებს, პოლიციის უფროსებს, მინისტრებს კატეგორიულად აეკრძალოთ საარჩევნო პროცესში სახელისუფლებო ან სხვა კანდიდატის ღია მხარდაჭერა, რასაც ადგილი ჰქონდა საგარეჯოში, გახურებული აგიტაცია, პროპაგანდა იყო იქა, პირდაპირი მოწოდებები, რომ ხმა მიეცათ სახელისუფლებო კანდიდატისთვის და არა სხვა კანდიდატისთვის, აი ასეთი ქმედება ჩვენ ვითხოვთ, რომ ატანილი იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში, აი სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულის რანგში. ირმა, ვინმე იყო თუ არა მოსული თქვენთან ხელისუფლების მხრიდან? რაიმე შეკითხვა ან რაღაც მოწოდება გარდა იმის გარდა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებისა რასაკვირველია ხელისუფლების მხრიდან ვინმე მოვიდა თუ არა და რამე შეპირება თუ იყო ან რაღაც თუნდაც იმის თხოვნა რომ ადგეთ და შეწყვეტოთ შიმშილობა. ჯერ დავასრულებ შეთავაზება მაქვს ქალბატონ გუგულისთან. ის რომ განხორციელდეს ასეთი ცვლილება საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს მთავრობა პარლამენტში. ან რომელიმე ფრაქცია შევიდეს ასეთი ინიციატივით პარლამენტში. ან რომელიმე პარლამენტის წევრმა იტვირთოს ის, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს პარლამენტში. ქალბატონო გუგული, გთავაზობთ, რომ თქვენ შეხვიდეთ ამ ინიციატივით პარლამენტში და დაიწყოს პარლამენტმა მსჯელობა ამ საკითხზე, იმიტომ რომ მთავრობას დუმს თქვენი ფრაქციას დუმს მე მაგალითად თქვენ ადგილზე რო ვიყო იმას კი არ ურჩევდი ირმაინაშვილს რომ შიმშილობა შეწყვიტეთ ეს არაცივილიზებული ფორმა მე მაგალითად ვიმოქმედებდი ჯერ ერთი ღამე არ დამეძინებოდა პირდაპირ გეტყვით ამას როგორ ძინავს ღამე ქართული ოცნების დეპუტაციას თქვენ ამ ხალხმა აგირჩიათ თქვენ ამ ხალხმა მოგცათ ხმა თქვენ ამ ხალხის ნდობით შეხვედით პარლამენტში და დღეს ჭკუას მარიგებთ რომ შიმშილობა არ არის საჭირო აქ ამის გარდა იმის გარდა რომ მე ვითხოვ საარჩევნო გარემო შეიცვალოს თქვენ დაუშვით გამოუსწორებელი შეცდომა ამ ხალხის წინაშე ის რაც აქ ხდება ეს არის არაადამიანური მოპყრობა ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს პროტესტი გამოხატოს ეხა ზამთარი როა მაპატიეთ მაგრამ ცივა და მე პროტესტი არ უნდა გამოვხატო მაგრამ ზამთარში მე უფლება უნდა მქონდეს ღირსეულად გამოვხატო ჩემი პროტესტი ამაზე კი თქვენ უნდა იზრუნოთ ქალბატონო გუგული კანონები ისე უნდა შეცვალოთ რომ მე დღეს არ მიჭირდეს აქ კარვის გახსნა და პოლიცია არ მეუბნებოდეს რომ ბუნდოვანი კანონია და ვერ დაგადგმევინებთ კარავს ირმა ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან ცოტა დრო გრჩება ჩვენ წამით რა ერთი შეკითხვა მაქვს გუშინ ნინო ბურჯანაძემ პირდაპირ თქვა რომ თქვენ თამაშობთ ხელისუფლების თამაშს რადგან ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა უარი ბოიკოტი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, მხოლოდ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი მიიღო მონაწილეობა და აი შედეგიც ამიტომ დადგა ესეთიო. რა სიტყვით ამის შესახებ? ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ჩემი საქმიანობის რევიზიით არის დაკავებული? მე ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ვურჩევ მის პოლიტიკურ პარტიაზე, მის გზაზე, მის გეზზე იფიქროს და ის განავითაროს.
ჩემი გეგმების და ჩემი ნაბიჯების რევიზიით კინოა დაკავებული. ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც CSKO-ში წევრი ყავდა, როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, შეეძლო დახმარება გაეწია ჩემთვის, როგორც ოპოზიციური კანდიდატისთვის, ვინაიდან მე არ მყავდა წარმომადგენელი CSKO-ში და ქალბატონო გუგული ესეთი ისინი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, ირმა ვერ დაგეხმარებოდნენ. რეალურად რატომ გადაწყვეტა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებში მონაწილეობა? მაკა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ თუ მაცლით დავასრულებაზე. არ დაუშვებ, რომ უზუსტობა გაიპაროს ეთერში. ბოიკოტის რეჟიმში კი იყვნენ, კანდიდატი არ ყავდათ დაყენებული, მაგრამ CSKO-ში მათი წარმომადგენლები, საარჩევნო უბნებში ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და ყველა იმ საჩივარზე, რაც მე შემქონდა ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უარს ამბობდნენ ჩემი საჩივრების დაკმაყოფილებაზე. ანუ მე კი არ მიჭერდნენ მხარს. მიპირისპირდებოდნენ და ამიტომ მინდა ვთქვა, ანუ მათაც გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა, თქვენ პირდაპირ ხელს ადებთ ამ ადამიანებსაც. ესე იგი გაყალბებაში მათაც გარიგებას არ ვამბობ, უბრალოდ მსგავსად სხვა პარტიებისა, არც ისინი არ მეხმარებოდნენ, რომ ხარი დაეჭირათ ჩემთვის სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში. ეხლა სხვა რამე მინდა ვთქვა, მე ალიანსი არ მჭირდება ამ ხელისუფლებასთან. არასდროს არ დამიმალავს, რომ ამ ხელისუფლების ბევრი პირველი პირი, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი იყო 2012 წლის პერიოდში, იმ პერიოდში მე ეს არ დამიმალავს. მე ვარ საჯარო პოლიტიკის მომხრე, თუ ვინმეს ხვდები ღიად ვამბობ, თუ რამე გეგმა მაქვს ღიად ვლაპარაკობ და ფარული გარიგებები არ მჭირდება. განსხვავებით ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პარტიისგან, სხვათა შორის ამ ხელისუფლებას ჩვენი პარტიის არც ერთი ლიდერი წამყვან პოსტებზე არ დაუნიშნავს სამინისტროებში, მაგრამ მე არ მიკადრებია, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძისთვის რაღაცა ფარული გარიგებები და ალიანსები დამებრალებინა ხელისუფლებასთან. ამიტომ მოდით ვიყოთ კორექტულები, მე ამას ვუწევდი ქალბატონ ნინოს, მე ქალბატონი ნინოს პარტიის არაერთი წევრი დაინიშნა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე სამინისტროებში. ხა ეს ხო ცნობილია. ვის გულისხმობთ ირმა? არავინ არ დანიშნა. საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ, ვის გულისხმობთ? იქნებ კონკრეტულად გითხრათ რამდენიმე. იგივე ზაზა სოფრომაძე ხა დასამალი რა არის კაცო. და ძალიან კარგი ადამიანია, პატივსცემ ბატონ ზაზას. გავაგრძელებ ახლა. ჩვენი მოთხოვნები დღეს უკავშირდება ხაზგასმით მინდა ვთქვა. საარჩევნო გარემო შეცვლას. მზად ხართ ხელისუფლებამ, რომ შეცვალოთ საარჩევნო გარემო? მაშინ თუ ესე მომიწოდებთ, რომ ცივილიზებულ რეჟიმში გადავიდეთ, სად ხართ ეს ქართული ოცნების დეპუტატები? ჩვენ აქა ვართ, აი აქა ვართ, ღია ცის ქვეშ, ნებისმიერ დროს მობრძანდით, დავიწყოთ საუბარი, გადავიტანოთ ეს დისკუსია შენობებში, დარბაზებში და ხალხს ნუ ემიჯნებით და ხალხს ნუ ემალებით. ძალიან დიდი მადლობა ირმა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო კანცელარიის თანამშრომლების საყურადღებოდაც ფანჯრები და რო იჭყიტებიან. აი სულ ეს იყო დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი გვერდთვება და ქალბატონო გუგული, თქვენ მოისმინეთ ირმას. აქ რამდენიმე ასე ვთქვათ, რამდენიმე მოსაზრება იყო ასე ვთქვათ გამოთქმული. ერთი რომ პირველ რიგში რატომ არ მიბრძანდეთ? რატომ არავინ არ მივიდა ამ აქციაზე? მე-10 დღეა ხალხი შემშილო. არც ერთ შიმშილობის აქციებზე არ, იმიტომ რომ მიხვალ რაღაცა უნდა შეგეძლოს უთხრას. ნუ შეიძლება კი უთხრა რომ აი თქვა გაამხნევა და სოლიდარობა, მაგრამ ჯერ ერთი და მაგრამ ესე იგი მე ის კი არ მithქვია და იმასე არ ვამბობ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი როგორც უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დღეს საქართველოში არის შესაძლებლობები თქვა, ეხა სასამართლო ხელისუფლება არსებობს, მართალია რაღაცა ვიღაცებს მოწონს არ მოწონს და ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ჩვენ რამე ანგარიშს გვიწევს სასამართლო ხელისუფლება, ალბათ უფრო სხვა პოლიტიკურ ძალებს უფრო უწევს ანგარიშს როგორც აღმოჩნდა, მაგრამ სასამართლოს გზა არსებობს და სხვა და გვინდა ამ გაგებით თქვი მე რომ იქნებეთი ისეთ ჩარჩოებში მოვაქციოთ ეს რომ არ იყოს იმ დროის გამოძახილი, რომელმაც ამის შემდეგაც არ გაგიჩნდა ცნობილი რომ მიხვიდეთ მაგრამ არა მივალდა მაგრამ ეხლა მაგრამ ერთი რაღაცა ეხლა როდესაც რაღაცების შეცვლა საარჩევნო კოდექსში ხდება, მაგრამ აი რაც შეეხება აი როდესაც ლაპარაკია იმ
იმაზე რომ არ მიიღოს მონაწილეობა. მთავარი არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო რესურსი, ადმინისტრაციული რესურსი. თორე პიროვნულად ადამიანი თუ მაგალითად აი მე იმის გამო რომ მინისტრის მოადგილე ვარ რაღაცა მე ჩემი სამუშაო საათების გარეთ უნდა მქონდეს იმისი უფლება რომ გვერდზე დაუდგე იმ ადამიანს ვისაც მინდა რომ თქვათ ხმა მისცენ და ამისთვის ხალხს ველაპარაკო, იმიტომ რომ სხვანაირად ესე იგი აბა ვინ უნდა თუ არ ვარგა ხელისუფლება და თუ ხელისუფლებას ხალხს არ მოწოს ხელისუფლება, მაშინ პირიქით უფრო ნაკლებ ხმას მიიღებს ის კანდიდატი, რომელსაც მე უჭერ მხარს, ხო? ხო ესეა რა. თუ მაგალითად პირიქით რაღაცა დადები, მაშინ ეს რესურსიც გამოიყენოთ. აბა სხვანაირად არჩევნებზე, როგორ ყველა ეძებს არჩევნებზე ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან რაღაცა სხვა ადამიანები რო იცნობენ, დადებითაც და სხვა, ხო? აი ესე და ამ ადამიანებით უნდა გახვიდე ხალხში და ელაპარაკო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ამიტომ ეს არის პოლიტიკური რესურსი. არა, თქვენ ოპოზიციაში დაეთვალა ხმები, მე არ მგონი აქ, მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე არ მგონი აქ ხმის დათვალაზე იყო ლაპარაკი. და ეხლა იჯდა და ითვლი და არა თუ უბრალოდ გამოხატა ის რომ მინდა რომ აქ ვიყო და სხვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა იყო კომისია, შეიძლება გავასაჩივროთ ეს და მე ამ ხრივ ამბობ რომ არ მინდა მეთქი და ამიტომ მოუწოდებ, თორე ცხადია შეიძლება საუბარი რაზეც შეიძლება, მაგრამ მე კატეგორიულად ვამბობ რომ პოლიტიკური რესურსის გამოყენება შენი პარტიის სხვა და სხვა არის რომ სახელმწიფო რესურსი არ უნდა ძალიან დიდი მადლობა, მე იმედი მაქვს თქვენ ეხლა მაინც მივდადებით კი ბატონო მე სიამოვნები ძალიან პატივცემ, მაგრამ მე ვიტყოდ არ გვინდა ის მაინც რაღაცა ძველი დროის ასოციაცია და ღმერთმა ქნა არ არის დღეს საშიში ადამიანებისთვის თავისი აზრის გამოხატვა კი არა სასამართლო პროცედურის მიმართა, იმიტომ რომ სასამართლოში მართლა ესეთი გადაწყვეტილება ხდება, რომელიც ხელისუფლება სულ არ აწყვეტს. კი ბატონო, დიდი მადლობა, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე. გადაცემაში რეკლამის დრო არის. რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ცხარე დებატები დავბრუნდებით. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენ ცხარე დებატები გველის სხვადასხვა თემებზე, სხვათა შორის საზოგადოების წევრები ყავს პირდაპირ ეთერში. მე წარმოგიდგენთ მათ ქალბატონი მეგი გოცირიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ბატონი ზურაბ ქადაგიძე, ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონო მეგი, ბატონო ზურაბ, არასამთავრობო ორგანიზაციიდან. და რა ვიცი, პირველ რიგში მე თქვენის ნებართვით, მე ბატონ ზურაბთან გადავალ შეკითხვით. თქვენ შემჩნეული ხართ, ასე ვთქვათ, მოდი ესე ვიტყვი ხუმრობით ნახევრად. ქართული ოცნების იდეოლოგიის მხარდაჭერაში, მათი იდეოლოგიის გატარებაში რაღაცა უფრო მათთან ასოცირდებით. თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციიდან პირადად თქვენ. რა შეიცვალა თქვენთვის პირადად მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში ქართული ოცნება? თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ყოფა თუ შეიცვალა? რა სამჩნევთ? აი, წინა ხელისუფლების დროს რაც არ მოგწონდათ და დღეს არის უკეთესი. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ ეთერს, ძალიან გამიხარდა რომ რაღაცა ესე მალე უცებ მოახერხეთ რომ გახვედით ეთერში ულოცავთ ყველა თანამშრომელს იბერიის. რაც შეეხება ასოცირებას, თუნდაც პარტიასთან, თუნდაც იდეოლოგიასთან, ასოცირება არ შეიძლება ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, თუ კი რაღაცაში, თქვათ, თანხდებით ჩვენ. რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ? რა პრობლემები იყო ქვეყანაში 2012 წელს? თუნდაც 2012 წელს იყო ის პრობლემა, რომ ტელეკომპანია იბერია არ არსებობდა. 2012 წელს არ არსებობდა TV იმედი, იმ თავისი დატვირთვით, რასაც გულისხმობ თავისუფალ მედიაში. დღეს მიდის აპელირება იმაზე, რომ თითქოს რაღაც მედიის თავისუფლებაზე, რაღაც პრობლემები იქნება ამით, არის ჟურნალისტებზე ზეწოლა. გასაგებია, მე ვთანხმდები, მე ვამბობ ამას, რომ დღეს არის სოციალური ფონი ძალიან მძიმე. ამას ჭირდება აუცილებლად რეაგირება. არ არსებობს ან ძალიან ნაკლებად არსებობს კომუნიკაცია ადამიანებთან, მოსახლეობას გულისხმობ. შეიძლება ითქვას ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ იმის თქმა, რომ 2012 წლის მერე რადიკალურად უკეთესობისკენ რიგ საკითხების მიმართ გულისხმობ ამას. თუნდაც სასამართლო სისტემა, თუნდაც სიტყვის თავისუფლება, თუნდაც სოციალური თანასწორობის კუთხითაც კი ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ გაგებით, რომ თუნდაც ის, როდესაც იყო დახურული ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსტიტუტი ადამიანებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ელემენტარული ინფორმაციაც კი დღეს ვხედავთ
დღეს ხედავთ თუნდაც იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ამ და იმ ადამიანზე, პრემიებზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააპროტესტოს სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. ჩემთვის პირველ რიგში, რადგან მე 2006 წლიდან უფლებადაცვით საქმიანობაში ვიყავი და მაშინაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი და დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვარ, ჩემთვის თავარი და მთავარი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც არსებობს სოციალური თუნდაც პრობლემები ქვეყანაში არის სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა. თუ კი სამართლებრივი სახელმწიფო არ გვექნება, ჩვენ უბრალოდ ვერ ვიარსებთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მეგისთან გადავალ. მოდით იგივე შეკითხვით. რა შეიცვალა ქალბატონო მეგი ყოფილი ხელისუფლების პირობებში რაც იყო და აი ახლა უკვე 3 წელი არის სხვა ხელისუფლებაა. ჯერ აუცილებლად უნდა ვპასუხო ზურას. რაც შეეხება პირდაპირ გეტყვით რა შეიცვალა ანუ ის რომ თავისუფლად გამოთქვამენ ადამიანები საკუთარ აზრსო ანუ ციხეებში აღარ არის ის რაც იყო არ არის თურმე და ეხლა წაგიკითხავთ მე მახსოვს ბატონი ზურა ძალიან აქტიურად იცავდა პატიმრებს მათ უფლებებს და ამაში ცუდი არაფერი არ არის რა თქმა უნდა ნებისმიერი პატიმარი რომელიც დაპატიმრებულია ის უკვე აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულისთვის და მას დამატებით არავის არ აქვს იმის უფლება რომ დამატებით შეურაცხყოფა მიაყენოს, გასცემოს და ასე შემდეგ. მაგრამ თუმცა წინა ხელისუფლება სწორედ ამით გახდა ძალიან სკანდალური. კი, მაგაზე ალბათ მომეცემა საშუალება რომ მე ვისაუბრო ბედუკაძის ფენომენზე და ციხეზე ზოგადად რა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი, როდის იქნება ჩემთვის ბატონი ზურა, იცით, რა თქმა უნდა, მე პატივცემას მიმაჩნია, რომ არ არის კანცელარიის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ასევე ზუსტად ვიცი, რომ თავის მეგობრების გამო მართლა წლების განმავლობაში იბრძოდა, მოდი ვთქვათ რა, თავისი მეგობრები. მე არ მიმაჩნია, რომ ის მეგობრები უდანაშაულოდ იხდიდნენ სასჯელს, მაგრამ მას ასე მიაჩნდა და აქედან გამომდინარე იწევდა. არის მისი მეგობრების. არა, ეს არ არის ბევრი. ხო არა, ყველა ადამიანი იცით როგორ არის. საქართველოში რატომღაც ყველა პატიმრის დედას მე რა მოხდა, ჩემმა შვილმა 2 ბულკი მოიპარა, აი ასე ამბობენ და მაგისთვის უნდა ჩასვან ციხეშიო. ან ჩემთვის პატიმრებზე არა მარტო პოლიტპატიმრებს ზოგადად იცავდა პატიმრების უფლებას ხო არ მეშლება რამე არა ანუ კრიმინალების დამცველია ბატონი ზურა კი აბა რა თქმა უნდა კი რომლებიც დღეს ამნისტირებული არიან ანუ რომელ კრიმინალზე მესაუბრებით აი მე აგიკითხავთ კი ვარ შეიარაღებული მოსული რა თქმა უნდა უდანაშაულოდ ვინ იხდიდა სასჯელს მაშინ უდანაშაულოდ ვინ იხდიდა სასჯელს მაინტერესებს თქვენ მითხრათ რომელ დანაშაულ აი ხლა საუბრობთ udანაშაულობაზე ქალბატონო მეგი ერთ კითხვას დაგისვამთ 15 ივნისი აღიარა სტრასბურგმა და ამის გამო იუსტიციის სამინისტროს აქვს ვალდებულება რომ დღეს ჩვენ 15 ივნისის დაზარალებულებს პასუხი გაგვცენ მაგ დროს ადამიანები ეს არის 2009 წლის 15 ივნისი როდესაც სამმართველოსთან სრულიად მშვიდობიანი აქცია არ იქნა დარბეული იქნა გადავლილი და დაკეპილი ხალხი ეყარა ჩვეულებრივ რას ვითხოვთ სახლთან უგდარაჯობთ და სახლიდან უგიტაცებთო სახლებში გვივარდებით ღარიბაშვილი დღეს მოუწოდებს საზოგადოებას სახლებში შეუვარდეთ პირდაპირ კარგო სახში კარგი და ადამიანს თუ გაუჩნდა მეგი ადამიანს თუ გაუჩნდა იმის განცდა რომ ოფისებს ახლა ესხმიან მის ღარიბაშვილის მიერ დაქირავებული ბანდიტები ეს რა არის სახში შევარდა არ არის ეს არის კრიმინალი რომელიც აუცილებლად უნდა გამოიგოს ნებისმიერი ოფისის გარბევა არის დანაშაული იგივე გაუკეთეთ ნაციონალური ახლა მე ღარიბაშვილის ადვოკატი ნამდვილად გამოდიხარ მოდი დადასტურებულია მე გავაგზავნე და არასწორი მე მიმაჩნია იმიტომ რომ მადლობა თვითონ თქვენ მოგმართა რომ ხალხი არ გექცევათ ისე როგორ ნიშნავს ეგ არის არაპირდაპირი მოტოდება რას ლაპარაკობთ
რომ მორალური თვალსაზრისით ადამიანები ქუჩაში ხელს არ გიყამენ როგორ უნდა გამარხან მე ხელი ბედუკაძე ვიღაცა ცოცხი გაუკეთა და მე უნდა გამარხან და ეს იმის პრობლემაა ბედუკაძე თუ ბედუკაძე ძალიან გზურა დადგმული კადრები სპეციალურად რომელი დადგმული კადრები გამოვიდა იმას მამაკაცო აუპატიურებდა ძალიან არ შეიძლება მეგი ესე საუბარი არ შეიძლება ესე საუბარი იმიტომ რომ საზოგადოების წარმომადგენელი ხარ შენც და ამ საზოგადოებას თვალებში უნდა შეხება ერთდროულად მოვისაუბროთ არ შეიძლება ბატონო ზურაბ თქვენ ამბობთ რომ დადგმული კადრები ესე იგი და რას ამბობთ რომ პატიმარი აუპატიურებინებდა თავს იქ რაღაცის სანაცვლოდ ბედუკაძე მე თვითონ აღიარებს ადამიანებს არის მოდი ვაღი ანუ შენასაუბრობ ბედუკაძე თურმე ერთდროულად მოვისაუბროთ ერთდროულად იმიყვნენ მაშინდელი ისინი ერთდროულად მოვისაუბროთ ხალაიას დამქაშები თუ იმათ არ იცოდე და ბედუკაძე დამდა მე ხო შეიძლება ამ თემაზე ვისაუბროთ მე დღეს უნდა წაგიკითხოთ თქვენი ხმა არ გამიგიათ ხო იგივე პატიმრების წამება დღეს რაც ხდება არც ისმენიათ ალბათ ხო ჯაჭვით რო დააბეს პატიმარი თქვენი ხმა რატომ არ ისმის შერჩევითია სამართალი ერთი არ გამიგია და ქუჩა მოდით მივცეთ საშუალება ქალბატონ მეგის ზურაბ ჩვენ წინ მიყავთ არა ერთი წუთი რა რომელიმე ტელევიზია 25 წლის პატიმარი რომ მოკლეს გიგა ფარტენაძე მე თქვენი ხმა არ გამიგია რა გეგუთის ციხეში 25 წლის ავთანდილ მაისურაძე გარდაცვალებასთან დაკავშირებით თქვენი ხმა არ გამიგია ლევან კორტავასთან დაკავშირებით არ გამიგია გდანის ციხეში პატიმარი რომ აწამეს უშანგი ჭუმბურჯე არ გამიგია თქვენი ხმა გოგა ძველაია რო გარდაიცვალა 16 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის ნომერ მეორე საპრობილებში არ გამიგია თქვენი ხმა შალვა თათუხაშვილზე არ გამიგია თქვენი პროტესტი რა თუმცა მეგი ერთადერთი პროკურატურის მოწმე არა როგორ მიხდით ბოდი შეკითხვა მინდა რაღაც და დაგისვათ ზურაბ ერთი წუთით დამასმევინეთ შეკითხვა თუ შეიძლება მანამდე თქვენ თვითონ აღარ ხდებაო პატი განთავისუფლება ქვეყანაო ერთი ეხა როგორ აბა ზურა ერთი წუთი ზურა ოჩი გავა ჯოკეში წაგებული თანხის გამო რომ მოკლეს ზურა ოჩი გავა არ გამიგია თქვენი ხმა აი ეს შეიცვალა ხელისუფლების პერიოდში რატომ თქვენი ხმა არის მოდა რა ხმა რატომ არის მოდა პატიმრებთან დაკავშირებით ჩემი ხმა არის რას ნიშნავს ჩემი ხმა სადაც საშუალება მეძლეო და ყველგან ვამბობდი ყველგან ვამბობდი გააპატიმრეთ როდესაც ინაშვილი გამოვიდა და აი ამ ხელა არზა ჩაიკითხა ჯალათების ზუსტად ვამბობდი ვინ არიან ეს ადამიანები გამოიძიეთ ვინ არიან რა უნდათ ამ ადამიანებს იქ და დღეს ეს ადამიანები კვლავ ციხეში მუშაობენ მინდა გითხრათ უმრავლესობა მათი კაცის შვილი არ არის პასუხისმოწყალე ირმა სად არის ეხლა რატომ არ კითხულობს იმ ადამიანებს თქვენც იქ იყავით აი როცა ინაშვილი კითხულობდა ამ სიას რატომ არ გაინტერესებთ ის ადამიანები რატომ არ იქნება აი ეს ლევან კორტავა იქედა რომელიმე რა გონია არ მაინტერესებს და არ ვაკეთებ განცხადებას ეხლა იცი როგორ საბჭოება რჩება ასეთი რამ რომ ანუ შენ მარტო შენ მაშინ მომაწოდე შენი აგერ მოგაწოდე არა მეილი მომაწოდე და ჩემი ორგანიზაცია რომ საუბრობთ ეთერში არის პროკურატურას რამდენჯერ გავუკეთებ განცხადება აუცილებელია უნდა დაისახოს ეს ეხლა რატომ არ აწყობთ რატომ მრავალ შენ რას ამბობ 2012 წლამდე როდესაც რაზე მელაპარაკები ადამიანებს შენ რომ აბრალებ პატიმრებს რო აბრალებ მეგი შენ რო აბრალებ რომ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას აი მაგიტომ ვაკეთებ რომელზე მელაპარაკები უკრაინაში დადებული ეხლა კადრები კაცებს რო აუპატიურებენ ეგეც არის ვიკილიკსია მაგაზე ულაპარაკობთ გონია ეხა პუტინი მელაპარაკება ნუ ახსენებ ძალიან არაკომპეტენტური ხარ ნუ ახსენებ საერთოდ მაგას კი უკრაინული ვიკილიკსი და უკრაინული ვიკილიკსი ძალიან კარგად ძალიან კარგად ვიკილიქსის მისამართს ვერასდროს ვერავინ ვერ გაიგო რასაკვირველია ეს არის ანონიმური აი ეგ არის ანონიმური არაოფიციალური საიდან რა იმართება როგორც თქვენი კარგი რა სირცხვილი მოდით უფრო საქმიანად ვისაუბროთ ვიკილიქსი არის რუსული დაკი ბედუკაძის და პივალიშვილის მიერ დაქირავებულმა ადამიანებმა მაშინ ესეთი რაღაც აკეთეს იმ ციხეში მაგის გამო ვინ უნდა ახსნათ ვიკილიქსი არის უკრაინული ვიკილიქსი რა უკრაინული ვიკილიქსი რა რას გულისხმობთ რომ მოგონილი კი არ არის ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ბანდის მიერ დადგმული სცენები და ის რაც შეეხება შემოკარგრების ის კადრები რა შენ რაზეც მეკამათები დაადგინა სადმე იყო გამოძიება მე რომ ანახებს ახლა პორნოგრაფიას ტელევიზორში აუთენტურობა დადგინ სად არიან ის ადამიანები ვისაუბრობთ დამონტაჟებული სად არიან
Ქვენი წარმომადგენლები ხახდო რომ გამოვიდნენ კასრების ვიდეო რატო არის? ეს ვიდეოები. ვისაც აუპატურებთ, ვინც აუპატურებთ, მე მაინტერესებს, რა შეკითხვა? რას ლაპარაკობ? სააგენტოში პიროვნება გამოვიდა, თვითონ თქვა მე მაუპატურებდნენ. სად არის? მართლა? და გიკვირს ეხლა რომ გარეთ არ ხვდებიან და ხელს არ გიყავენ. ერთი წამით ორი ადამიანი ხარ ჩემ წინააღმდეგ. მაქვს უფლება რა ეს არის? ერთ კითხვას დაგისვა. ერთი არავით არის კითხვა ეხლა. მე გიგერიებ შენ, ნუ რატო? მე მაინტერესებს. ადამი ჩხარტიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბედუკაძემ გადამდო შიცი, მაშინ როცა მან გამაუპატიურა. ამიხსენი იმი და ის 16 წლის ბავშვი რომ ამბობს, კიდე ბედუკაძე რო სცემს ადამიანებს და იღებს ერთი წუთი, იღებს სამკაცებს, მათი დედებისთვის ერთი როგორია, ბედუკაძე რო სახელმწიფო დაცვით დადის და მე უნდა მომიქნიოს ხელი ვინმე ქუჩაში? ბედუკაძეს უნდა მოუქნიო და იმ ადამიანებს ბედუკაძემ თავად დაადო ხელი ინაშვილს, წაიკითხეთ რეებს წერდნენ როგორი შანტაჟისტია, როგორ დადგმულია ესენი, რატო ძაფსიუჟეტიანებს რო ითხოვდნენ, რო დაიდგათ ბრიუსელიდან ჩართვით სკაიპში, დიახ ბედუკაძე ამბობდა ამას და ის ბედუკაძე სახელმწიფო დაცვით დადის რა. და შენ ამბობ რომ საჯარო იყოს სასამართლოს ხდომები. უნდა დაისაჯოს ეხლა უკვე როგორც ალხრივად საუბრობ. ხელისუფლებამ დააპატიმროს ყველა ჯალათი. უნდა დააპატიმროს, აუცილებლად უნდა დააპატიმროს. აუცილებლად უნდა დააპატიმროს. მუშაობენ და ისევ იგივე საკეთებენ. აუცილებლად უნდა თქვან ვინ ავალდებულებდა მათ ამის გაკეთებას, რატომ აკეთებდნენ ამას, რატომ აკეთებდნენ, რა იყო мотиваცია, ეს ვინმე დაადგინა. აი რომელ იმაზეა საუბარი ეხლა ერთი წუთი რაღაცაზე შეკითხვა მინდა დაგისვათ. დღეს არის თუ არა უკეთესი პირობები ციხეში? კი, გავიგეთ უკვე რომ ძალიან ცუდია. გამოიღეთ მონიტორინგს ვაწარმოებ პირადად ჩემი ორგანიზაცია. რამდენიმეა ეს და? აი ნუ შეიძლება რაღაც კითხვა დავსვა. შეიძლება რაღაც კითხვა დავსვა. რას ველაპარაკები? ეხლა რა ვქნა, პირადი წერილები გადმოგიღო კახიშვილს, რას წერმე და რამდენი პრეტენზია მაქვს გამოთქმული? იმის გამო რომ და რატომ არ აწყობთ აქციებს? ვაიმე, ეხლა მე გიცი რა არის, მოდი რა ერთმანეთის კომპეტენციას შევეშვათ რა ძალიან რა. თუ ეგ რო გაინტერესებს ახლა ფურცლებით რომ მოხვედი, შედი ოფიციალურ ვებგვერდზე ჩემო კარგი და სიცოცხლე. ჩემი ვებგვერდი მაქვს, ჩემი ვებგვერდი. ვაწარმოებ მონიტორინგს. შენი ვებგვერდი გახო ნუ ეხლა რა სიზავ შენი ვებგვერდიდან გამომდინარეა ის რომ თურმე ბედუკაძე იქ ირმა ინაშვილთან შეთანხმებით თურმე ბრიუსელიდან იძნებოდა კადრები და თქვენი წარმომადგენლები ვაიმე თქვენი წარმომადგენლები კიდე ამბობენ რომ კასრების ვიდეოებია ესენიო და შენ მეუბნები ავთენტურია თუ არა ავთენტურია ჩემი ყურით მოიწე უნდა გამოიძიოს ყველა ვინ დგას მის უკან თუ რომელიმე არის ავთენტური ბაჩო ახალაია და დათა ახალაია ბაჩო ახალაიას რაზი აქვს იქ მიჯილი საერთოდ რო არც აქვს იცით არა აქვს მიჯილი ბაჩო 12 საქმეზე ქონდა, ყველაფერში გამართლდა. რომელი ვინ თქვა? ყველაფერში გამართლდა. კითხვას დაგისვა. სრულმოწმეები სასამართლო დარბაზიდან რო გაიწნე. ანუ შენ ამბობ რომ ბაჩო ახალაია რო გამართლდა არის მართალი? გუდელი. ძალიან მოდი. ბაჩო ახალაია სასამართლო თუ გამართლა მართალია და ისე რა ქვია ნიკა გვარამია რო გამოგზანდება და მორალს მიკითხავს, როდესაც უთმენძემ განაცხადება მიიღო. გასაგებია, ამ შემთხვევაში სასამართლო მართალი და იმ შემთხვევაში არა. კარგი, რომელი დედა, რომელიც კანონმდებლობით 2010-ში 11 წელს თქვენ მიიღეთ დედა ჩემი ცალკე ცხოვრობს და იღებს ცალკე ვაუჩერს. ერთი ოჯახი ვარ. კითხვას გისვა. დედა ჩემი ცხოვრობს ცალკე. დედა ჩემი ცხოვრობს ცალკე. ერთი წუთი კითხვას გისმევ. შენი ოჯახი არ არის. დედა უარყოფილი კანონით. თქვენი კოლექტიური დედა უარყოფილები. ყველა დედა უარყოფილები ხართ. თქვენი უარყოფილი კანონი. თქვენ უარყოფთ დედებს. ესე იგი დედა არის დედა უარყოფს ოჯახის წევრი არ არის ნაციონალური მოძრაობის მიღებული კანონია ნაციონალური მოძრაობის მიღებული კანონზე მე საუბრობ და დედა უარყოფს ეს უნდა თქვა შვილი არ არის დღევანდელობაში მინდა დაუბრუნდე შვილი არ არის ოჯახის წევრი დედა უარყვეს არ არის ნათესავი და მზიად როგორ არის მიშას ბებია აბა ნათესავი მანქანაროდ ეს 2012-მდე მიღებული მე კი ნამდვილად რას მელაპარაკე შენი მიღებული კანონია არის შენი მიღებული კანონია რომ ოჯახის წევრად ბებია ოჯახის წევრი და მისი მანქანა დაუყა მიშა სააკაშვილის ბებია რომელსაც ჩემი ხნის ასაკის მანქანა დაუყადაღეს აი თქვენ რო გამოდიოდით ამ რო ყვიროდით
დაიმა 28 მილიარდი წაიღო მიშამ და ამდენი აბრახუნებდით ამ ციფრებს და 7 პიჯაკის 7 პიჯაკს ედავებით 3 კილო კარი მაქვს. მე ვედავები ვინმე? თქვენი ხელისუფლება. და ამ დროს თქვენი ხელისუფლება. მე ვედავები ვინმე? ეხლა ხელისუფლება მანქანას აყადაღებთ. აი ლოგიკა. იგი მაქვს კონკრეტული შეკითხვა თქვენთან. მოდით შევცვალოთ. და მაგ საქმეზე როგორ დასრულდა გამოძიება? როგორ ძალიან დიდი მადლობა. არა, როგორ დასრულდა სასამართლო გადაწყვეტილება? სადა რა სასამართლო გადაწყვეტილება უნდა? დედაუარყოფილმა უნდა შეუფარდოს. ანუ ხოდა მაგას გეუბნები უკვე შენ როგორც გაწყობს ისე ჭრიდა კერავ. ანუ როდესაც რუსთავი ორზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ რომ თურმე ქონება ჩამოართეს და უნდა დაუბრუნო ეს იყო 99%-ს გასაგებია რა არის გასაგები რა არის ერთი წამით 10000-ობით ადამიანმა შეიტანა საჩივარი ვისაც არ დაეზარა ყველამ დაწერა წამართვეს ქონება ჩამომართვეს და ასე შემდეგ 99.9% მიუვიდა პასუხი ერთი წამით მიუვიდა პასუხი წულუკიანის უწყებიდან რომ ხანდაზმულობის ვადა არის გასულიო ყველას მარტო ესე იგი ქიბარ ხალვაშისთვის არ არის და ვანო მერაბიშვილისთვის რომელ ტელეკომპანიაში ხარ ახლა რა მნიშვნელობა ამ ტელეკომპანიაში რა მასკარადი მოაწყეთ ამ ტელეკომპანიაში აი ეგრე ართმევდით ქონებებს თუ მაგრამ რატო არ დაუბრუნეთ მე რატო არ უბრუნებთ მე ვიცი რა დაუბრუნე ძალიან ბავშვური ლოგიკით ვიჯერებ რატო შენი ხელისუფლება შენ მოიყვანე შენ ხარ პასუხისმგებელი ამ ხელისუფლებას თემა ძალიან გთხოვთ შენ ხარ პარტენადის მკვლელი და ვერ მოვასწრებთ ამ შეკითხვებს შენ ხარ ჯაჭვებით რო ამბავე და შენ ყველა უბედურება აი 19 წლის ბიჭო ქობულეთ ჩაუპატიურებდა პოლიციელი აი ისიც შენ ხარ რა ხალბატონო მეგი აი ჩვეულებრივად როგორ ახლა ესე იგი ეს არ არის ვინ ამბობს რომ არ არის და ვინ ამბობს რომ არ არის შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა მორალური უფლება არ გაქვს მეგი შენ მორალური უფლება არ გაქვს შენ მოიყვანე ეს ხელისუფლება არ გაქვს მორალური ორივე თქვენგან მაქვს ერთი შენ უნდა 2012 წელს მიეცი ოცნებას ხმა ვამაყოფ ამით არა ფაშიზმი როგორიც იყო თქვენი საქართველოში იქნება ფაშიზმი გერმანიაში მოიყვანე და ფაშიზმი იყო საქართველოში არ იყო ფაშიზმი ფაშიზმი იყო საქართველოში მაქვს კონკრეტული შეკითხვა лагерში გაზით გაგუდავ ადამიანს მეუბნები წაიკითხე ჯაჭვით თუ დააბამ რა მნიშვნელობაა დროს მოკვდება ადამიანი რა მნიშვნელობა აქვს მაგას გერმანია იქნება თუ საქართველო დაიქირავა ბანდა ვინც მანახეთ ვინა უპატიურებდა რამდენი წელი მიუსაჯე საჯარო რატომ არ იყო ეს პროცესი მანახეთ ვინ არის საჯარო რატო არის საჯარო უნდა იყოს უპასუხობდეთ გამოაქვეყნონ უნდა კადრები ხო სასამართლოსგან პორნოგრაფიას რომ აჩვენებს სასამართლო მაჩვენეთ ვინ არის გასამართლებული გაუპატიურებაზე რა 3 წელი გავიდა 3 სასამართლო ყველას გვარი იცოდი ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას არა ქართულ ოცნებასთან მე გამარჯვებ მე ჩემი პრეტენზია არა ეხლა იმასთან უნდა გაიგივდე რა ლეიბორისტულ პარტიას ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ მოდის 2016 უნდა გავწე ბედუკაზე რო აუპატიურებდა და შენ პასუხისმგებლობა უნდა მოიცილო გაზე უნდა მოიცილო მე პასუხისმგებლობა ყველაფერზე რასაც ეს ხელისუფლება მე საუბრები შენ ორმაგი სტანდარტებით თურმე ბედუკაზე დგამდა ის არ არის არაფერი პრემიებზე უნდა აგო პასუხი ჩვეულებრივად აი რასაც იღებენ შენი მოყალილი ძალიან გთხოვთ გაჩერდეთ ძალიან გთხოვთ გაჩერდეთ სააკაშვილი ახალაია კოდუა ღარიბაშვილის ღარიბაშვილმა რომ მილიონი დახარჯა სადახარჯა ღარიბაშვილმა მარტო საიდან მოგაგე საიდან მოგაგე ესეთი რაღაცა ეხლავე კი ბატონო ეხლავე ერთ მილიონებაში მარტო საგულაოთ რო წაიყვანათ მისი კნეინა დეპუტატ მილიონი მიშა სააკაშვილის მიშა სააკაშვილის მადის ადამიანს რატო ადარებს არამარა რა რატო არ დაიჭირეთ მიშა გაფლანგვაზე საქმე რატო არ აღიძრა გაფლანგვაზე 28 მილიარდიო რო ამბობდით სად არის რატო არ აღიძრა საქმე ძალიან გაგებია ორივეს პოზიცია ძალიან რიგითობით ძალიან ბევრი ერთი და იგივე შოიჭერთ რამოდენიმე ჯერ ერთი და იგივე ეს უკვე არის პური არა აქვს ხალხს ეს არის სანახაობა არავის აღარ აინტერესებს ვიზე ხანდაზმულობა ამაზე არ არის ხო ვიღაცამ რაღაცა კრედიტი გამოიტანა ვერ ჩააბარა კითხავს მაკას სვამს მაკა გისმენს კანონდებელი ხალხო უმაღლესი კანონდებელი ხანდაზმულობაზე
ისმის თქვენი ხმაურობ მე მაგ კონკრეტული შეკითხვა თითოეულ თქვენგანთან ქალბატონო მეგი როგორ ფიქრობთ 2016 წლის არჩევნები მოდის რა შანსები აქვს ნაციონალურ მოძრაობას ეს ბოლო შეკითხვა ძალიან გთხოვთ აღარ იჩხუბოთ და ნაციონალურ მოძრაობას აი ამ რა შანსები აქვს როგორ ფიქრობთ რადგან ამ მომენტში ამ მომენტში დაბალია რამდენადაც ვიცით რეიტინგი მის ვისი ოცნების რეიტინგს უსწრებს ეხლა ამ მოცემულობა რა საიდან გაქვთ ეს მონაცემები ეს მონაცემები აქვს ყველას და თქვენს გექნებათ ნანახი ბოლო კვლევის ენდია ეს ხო ენდია ეხლა მე ენდია როდის 2012 წელს კიდე ნაციონალები რო იყვნენ ეს ეხლა გიპასუხებ ეხლავე გიპასუხებ მაგაზე დიახ ენდია იმ ჩაატარა კვლევა და ნაციონალური მოძრაობა იგებდა დიდი დამაჯერებელი უპირატესობით და ამის შემდეგ გამოაგდო ივანიშვილმა კადრები და ზუსტად მას მერე მოხდა ორ დღეში იყო არჩევნები აი ეს მოხდა ენდია ის კი არ არის ენდია ბრალი კი არ არის და არასწორად ჩატარებული ძალიან რა უნდა მეწყინოთ მე რა უნდა ოცნებას რა შანსები აქვს ოცნების რეიტინგს დღეს ვინმეს იცნობ რომელიც ამბობს რომ ხელი რატო არ გამიხვა ოცნება რომ შემოუხაზეო ბატონო ძალიან გთხოვთ მითხარით იგივე შეკითხვას თქვენ გისვა არ ვიცი ნამდვილად ქართულ ოცნებაში არის ოფიციალურად ვარ არც არაოფიციალურად ზოგადი მონაცემით როგორ ახარ ხა იქედან და ფინანსებით და ვიღებ ჩემ თუ შეიძლება მეც დავამთავრებ კარგი და მე თუ გინდა მკითხე და გაგცემ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს დღევანდელი ქართული ოცნების ჩემი აზრით ყველაზე დიდი გადასახადი ბარიერი რაც აქვს ეს ჩემი სახით ჩემის და მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს ხალხთან საკადრო ცვლილებები უნდა იყოს აუცილებლად კომუნიკაცია კი არა ფული უნდა და საჭმელი დავამთავრებ კი საკადრო ცვლილებები უნდა ჩატარდეს აუცილებლად პროფესიონალიზმზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ნუ დანარჩენი უკვე პოლიტიკა თვითონ უნდა განსაზღვრო. რაც შეეხება ახლა მოდი დავამთავრებ რა. ნაციონალური მოძრაობა ჩვენ გადაცემა დაასრულდა და ეს არის ბოლო თქვენი ფრაზები ძალიან დაკავშირებით გეწყინოს მეგი შეიძლება გეწყინოს აი როგორ არის მოხმარება პროდუქტები როდესაც მოიხმარება იქ ითვლება ეს მალფუჭებადი და ფუჭებადი ანუ ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური რეზერვი ჩვეულებრივი რომელიც აღმოჩნდა მალფუჭებადი და ოცნება პოლიტიკაში ნაცმოძრაობა და დღესაც ნაცმოძრაობაზეა სწორება ხელისუფლება დღეს რითია დაკავებული ნაცმოძრაობას ეს ლეიბორისტებზე მეტი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ბრძანდებოდით ჩვენი სტუმრები მე გიგო ცირძე პარლამენტის ყოფილი წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრიდან ზურაბ ქადაგიძე ძალიან დიდი მადლობა მათ რომ იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები ეს იყო გადაცემა პრიორიტეტი მე მაკარაზ მოძემო ხვალამდე გემშვიდობებით მადლობა